პროკურატურაში სტაჟიორების საბაზისო მომზადების კურსი დაიწყო. იურისტებმა 823 პრეტენდენტიდან 62 სტაჟიორი შეარჩიეს და სწორედ ისინი გაევლიან კვალიფიკაციის სასამაღლებელ კურსებს. ტრენინგი ძირითადად პრაქტიკული საქმიანობის საკითხებს ეხება, მათ შორის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დეტალების და სამართლებრივი წერის შესწავლას, ადამიანის უფლებათა და ეფექტური კომუნიკაციის საკითხებს. ტრენინგის მიმდინარეობისას იმიტირებული სასამართლო პროცესიც გაიმართება. ეს 6-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირებაა, რომლის დასრულების შემდეგაც წარმატებული პრაქტიკანტები ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნებიან. წელს ყავს რეკორდული რაოდენობა ნამდვილად წარმატებული და მომზადებული სტუდენტების და მსურველების. მოხდება ძალიან ინტენსიური პროგრამის შემუშავება, მათთვის დღეიდან ისინი გაივლიან ძალიან ინტენსიური მომზადების კურსს, სადაც ჩართულები იქნებიან თითქმის ყველა სფეროს წარმატებული მენეჯერი პროკურატურაში და არ მხოლოდ პროკურატურაში, სასამართლოდან და სხვა სამართალმცავი ორგანოებიდან. ტრადიციით არ მოხდება მათი დანიშვნა და დასაქმება პროკურატურის სისტემაში. დაიწყო ტრენინგები თავარ პროკურატურაში, რაც გაგრძელება 1 თვის განმავლობაში. ეს დაგვეხმარება ჩვენ პროფესიული წესისათვის და ჩვენ დავინიშნებით ამ ტრენინგების შემდეგ სტაჟიორ პროკურორებად და 1 წლის განმავლობაში ვიქნებით სტაჟიორ პროკურორები. ასევე ეს იქნება ანაზღაურებადი.